ლოცავთ ყველას დიდი სიყვარულით, გაძლიერდით, გაიხარეთ, გზახსნილი ქონოდეთ, ის სადიდებლად, სული საცხოვრებლად. ყოველთვის ვეცადოთ, რომ უფალს მივენდოთ და ის ხსნის გზას. როდესაც ადამიანი წაიქცევა, ცოდვით დაეცემა და წაქცეულია, მისი წამომყენებელი, მისი ესე ვთქვათ, გზის გამხსნელი ვინ არის? უფალი, რა თქმა უნდა, ხო? ამიტომ ხედავთ ამას თქვენ ცხოვრებაში, რამდენს გინახავთ ეს თქვენ ცხოვრებაში, პირად გამოცდილებაში, რამდენიც გინდა. რომ დაცემული როცა ხარ და იმედი აღარ გაქვს, მაშინ უფალი არის შენი პატრონი და წამოგაყენებს. რა თქმა უნდა, ხილული სახით რაღაცნაირად ხდება ეს. არ ვიცი როგორ, ყველას ინდივიდუალური ჯვარცმითელობის ფორმატში. ადამიანის პატრონი არის უფალი. ყოვლადწმინდა სამება, ღვთისმშობელი, ზეციური ძალნი და იერარქია საერთოდ ზეციური, მაგრამ ადამიანმა უნდა ითხოვოს, ილოცოს, ევედროს ღმერთს, რომ წამოაყენოს და წინ წავიდეს. ეს არის აუცილებელი. რომ კვლავ გაამთელოს, აღადგინოს და ისე ფეხზე წამოაყენოს და უცოდველი არავინ არ არის, ყველას გვეშლება, ყველა ვეცემით, ყველანი ცოდვილები ვართ, მაგრამ იმედი გვაქვს ღმერთის. ეს არის გზის გახსნა. მართალია, ეს ხდება არა ჩვენი ღვაწლით, ეს ხდება უფლის ღვაწლით, მაგრამ ჩვენი თავისუფალნების თანხმობით, ხო? უფალი თავის გამომხსნელობით ღვაწლს, გამომხსნელობით განგებულებას ჩვენი მისი ამ განგებულებაზე თანხმობის პარალელურად აღასრულებს, რომ ჩვენ თანახმა ვართ აზრით, სიტყვით თუ საქმით იმაზე, რაც მან აღასრულა გოლგოთაზე. რომ მან თავისი ღვაწლით იღვაწა და ჩვენ განგვანთავისუფლა. იგი დამდაბდა, რომ ჩვენ ავმაღლდეთ. იგი ეცვა ჯვარს, იტანჯა, რომ ჩვენ ტანჯვისაგან განთავისუფლდეთ. მან წყევლა განაქარვა, თავის თავზე მიიღო ყველაფერი და ჩვენ წყევლისაგან განგვანთავისუფლა. მან ყველა ცოდვა აღიქვა, ყველა ცოდვა ჩვენს თავის კისერზე მიიღო უცოდველმა, რათა ჩვენ ცოდებისაგან განთავისუფლებულისა ვიყავით და ბოლოს აღს გავყერეთ და სიკვდილისაგანაც განგვანთავისუფლა. ცოდვისა, წყევლისა და სიკვდილისაგან. და ამიტომ ჩვენ დღეს უნდა არა მიწიერი სიამეები და მიწიერი ამას სოფელში მიწიერ სიხარულს კი არ უნდა დავეწაფო და ვიხარებდეთ ამას სოფელში როგორც წარმართნი. არამედ უნდა ვიყოთ დაწაფული სულიერ სიამეებს, სულიერ სიმდიდრეს უნდა დავეწაფოთ. თორემ არ გამოვა აქაც ასე ვთქვათ დრო ატაროს ადამიანმა და იქაც მერე იყოს ნეტარებაში. ეს ვერ გამოვა, იმიტომ რომ ეწინააღმდეგება სამყაროს კოსმიურ კანონს, ღვთის მიერ მოცემულ კანონს. შევხედოთ ცხარ ნეტარებას, ვინ არის ნეტარი? ხო? დავიწყოთ ლახაკის სულითად და დამთავრებული მშიერი მწყურვალი და ასე შემდეგ. ყველა გახსოვთ, აღარ ჩამო. როდესაც მოწამეების ცხოვრებას გადავხედავთ, თვითონ ქრისტეს ღვაწლი ავიღოთ. როდესაც ეუბნება ადამიანი თავის თავს, ბევრი ფული მაქვსო, ბევრი საშუალება მაქვსო, ზუსტ ციტირებას იგავის არ ვაკეთებ. იგავი კი არა, სულიერი ფაქტია ჩვენი ცხოვრების. ახლა ავაშენებ ყველაფერს და მექნება ბევრი კიდევ და დავისვენებ და ვიქნები და ვიხარებ ამას სოფელშიო, გემრიელად ვიცხოვრებო. სად და რას იზამო, ხვალ ჩემთან იქნები, ხო გახსოვთ ეს ახლა ზუსტად გადახედეთ. განმარტებები ამისი არსებობს. ამიტომ აი იმის უტოპია, რომ ეს ცხოვრება ასე ვთქვათ ამას სოფელში სიხარული, აი ესეთი მიწიერი სიამეებით სიხარული, ჰედონისტური ტკბობა, წარმართული ტკბობა, ეს გაგრძელდება რაღაც უტოპიური დაუსრულებელი რაღაც ინტერვალით, დაუსრულებელი რაღაცა ესეთი ტკბობით, ეს არის აბსოლუტური მოკლე ინტერვალზე მომუშავე, მოკლე დისტანციაზე მომუშავე მცდარი აზრი, რომელიც იმედგაცრუებით თავდება. ტანჯვაა ეს ცხოვრება. ეგზალებოდეთ კაცთაგან. ეს სოფელი ბოროტებაში ძევსო და ასე შემდეგ. დრო ატარეთ ამ სოფელშიო კი არ არის ნათქვამი. სულიერ სიამეებზე უნდა ვეფიქროთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სულიერად არ უხაროდეს ადამიანს, არ იხარებდეს. აქ იმისთვის კი არ არის, რომ მხოლოდ ტანჯვისთვის რაღაცა ფატალური
თვით გვემისთვის მოსული. იმიტომ არის არაისაგან ყოფიერში ყოფობაში მოყვანილი ღვთის მიერ. არა თვითონ თავი თვისით გაჩნდა ადამიანი. ღმერთმა განაჩინა ხატა და მსგავსად. ხო? ex nihilo. როგორც სამყარო გააჩინა. არაისაგან ასევე დოგმატია ეს. მაკაბელთა წიგნში წერია ამის შესახებ მცირე ფრაზა. რა თქმა უნდა, გააჩინა და მისცა მას დავალება, რომ ხატება მოგეცი მსგავსებას მიაღწიო და არა სიზიფეს შრომას მიყავი ხელი და სიამოვნებებისაგან გათანგულმა უმალ ეს სიამოვნებების ქვა ზიდე სადღაც ფაზე, რომელიც ისევ ჩამოვარდება და ისევ იმედგაცრუებით დამთავრდება. ისევ ტანჯვით დამთავრდება, იმიტომ რომ ისევ ტანჯვა თავის თავზე ჩაიკეტება და თავის თავზე თავისივე ტანჯვას თვითონ დაბადებს კიდევ დაუსრულებლად, რაცაც მეტ უნებაში, მეტ სიამოვნებებში, მეტ ამასოფლის სიამეებში შედის, მით უფრო მეტი ტანჯვა იბადება გეომეტრიული თუ არითმეტიკული და რომელი პროგრესიით გინდა ავიღოთ. და მრავლდება. როგორც რაღაც ესეთი თვით გამრავლებად გენერაცია ტანჯვას. და ამიტომ ამას აი ამ მოჯადოებული წრიდან უნდა გამოვიდეს, გაარღვიოს ეს მოჯადოებული წრე ადამიანმა. გამოვიდეს აქედან და ღვთის ცნებებს, ღვთის არა მითოლოგიას რაღაცას, არა სურწმენებს, არა საკუთარ ოდიოზურ წარმოდგენებს უნდა მიჰყოს ხელი, ან ვინმეს რაღაც ცთარ ფილოსოფიას. და არამედ ღვთივ გამოცხადებულ სწავლებას, რომელიც სულიერი აქსიომებით არის გაჟღენთილი სახარება, რომელსაც მიყვები და შენი ცხოვრების განტოლებას წარმატებით ამოხსნი. წინანდელ შემთხვევაში არასწორად დასმული ამოცანა არასწორ პასუხს მოგცემს, სულ ერთი და იგივე ერორს ამოგიგებს. ერთი და იგივე გაუთავებთ. ტექნიკური ენით რომ ვთქვა. ამიტომ მით უმეტეს ამაში ჩვენი ცოდვები გვიწყობს ხელს, მით უმეტეს დასემული ანგელოზები, ანუ დასემული სულები, უხილავი ბრძოლა, რომელზეც ლიტერატურა სხვა არსებობს ამაზე და დარიგებები და გაფრთხილებები და მოდი რა შენს ტყავზე ყველაფერს ნუ გადაიტან, გაფრთხილებ რომ იცოდე აპრიორულად, იცოდე რომ ეს ამ შედეგს გამოიღებს, ის ამ შედეგს გამოიღებს. ნუ გინდა რომ შენს თავზე გამოსცადო ექსპერიმენტს, შენს ტყავზე ნუ ჩაატარე, ვერ გაუძლებ ამას. ის რაც გაუძლეს და გაიგეს და მოგცეს, მიიღე ისე როგორც ბზა საკვები და გადაყლაპე, მიიღე, შეერგე, შეისისხორცე ის ქრისტეს სისხლისა და ხორცის მიღებით ის გამოცდილება შეისისხორცე. გააკეთე ამის ანალიზი და სინთეზი და გამოიტანე დასკვნა და დისცილატი იმისგან, თუ რა არის შენი ცხოვრების აზრი და შენი ცხოვრების ჯვართვირთველობა. ამიტომ მივენდოთ უფალს, როგორც აღნიშნე, მივმართოთ მას და დავემორჩილოთ მის სწავლებას და მის ნებას. რაც არ უნდა გავაკეთოთ, როგორც არ უნდა მოიქცეთ, ჩვენი საქმეებით, როგორც აღნიშნე, ვერასოდეს ვერ ცხონდებით. არა, მხოლოდ უფლის გულ მოწყალებით, როდესაც დავით წინასწარმეტყველი ბრძანებს, უფალი ყველასი თავის საქმეების მიხედვით მიაგებსო, ხო, გახსოვთ? რამე თუ შენი არის უფალო წყალობა, რამე თუ შენ მიაგო კაცადსა საქმეთა მისდაებ. ქრისტიანს მიეგება მისი სარწმუნოების, სინანულის, სასუების მიხედვით ცხოვრება, მიეგება მას. მიუხედავად ჩვენი დაცემულობისა, მონანული ქრისტიანი, მონანული ადამიანი უყვარს და სწყალობს უფალს და სწყალობს მას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არანაირად ღირსნი არა ვარ და მომზადებული არა ვარ, არც ზიარებისთვის, არც ცოდვების მიტევისათვის, არც მომზადებულობის და არც ღირსების გამო ანუ არ გვეძლევა ეს, არამედ უფალი ამას გვაძლევს ჩვენზე გაღებულ დაუმსახურებელ წყალობა მოწყალებას, რომელზეც მხოლოდ უნდა ვმადნობდეთ მას. ჭეშმარიტად მივენდოთ უფალს. აღმატებულია ხარ ბუნებაზე და გამოუთქმელი ღვთისმშობელს უნდა ვევედროთ. სულ ამას ვამბობ, რომ აღმატებულია ბუნება გადალახა ღვთისმშობელმა მისი ძის შობით, უმტკივნეულოდ შობით, ხო? გახსოვთ და ქალწულად გიეს. და წმინდა მააბი ევედრებიან მას ჭეშმარიტად აღმატებული ხარ ბუნებაზე არა მხოლოდ შენი ძის გამოუთქმელი შობით, არამედ უმაღლესი სიკეთითო. ღვთისმშობელს უნდა ძალიან ბევრი ვევედროთ. მით უმეტეს ღვთისმშობლის მარხვა არის ეს პრინციპი, შობის მარხვა, ღვთისმშობლის მარხვა არ არის. ნუ ახლა შობის მარხვა, მაგრამ შობა ღვთის, მაგრამ ქრისტესი, მაგრამ
მაინც ღვთისმშობელი მთავარი მოქმედი გმირი არის აქ, მთავარი მოქმედი პერსონაჟია, ხო? ღვთისმშობელი, შობა, ვინ შობა? ღვთისმშობელმა, ქრისტე. შენ მიერ გაქარწყლდა პირველ დედის ევას წყევლა, ვინც რაც ძველმა ევამ ვერ შეძლო, ის შეძლო ახალმა ევამ, ღვთისმშობელმა. რაც ვერ შეძლო ძველმა ადამმა, ის შეძლო ახალმა ადამმა. ქრისტე. შენ მიერ დაირღვა მტრობის კედელი, შენ მიერ განქარდა სიკვდილის მეუფება. შენ მიერ გავხდით ცოდვის მძლეველნიო, ვევედრებით მას. შენ მიერ დაინერგა ქალწულობა, ქალწულობის კულტურა, ქალწულობის კულტი და ქალწულობის ესეთი ღვაწლი. ეს ხოდხო ღვთისმშობლის დამსახურებაა. სიწმინდის, წესიერების, თავისი მანდილოსნის დაფასების, ხომ? მანდილოსანი ისევ თავის ადგილზე დააყენა ღვთისმშობელმა, რომელიც უფლებების და რომელიც გათელილი იყო საერთოდ. ღვთისმშობელმა მანდილოსანი, ქალი, დედა, ასე შემდეგ, ხო? და შვილი დააყენა თავის ადგილზე, ისევ როგორც ადამიანი ღმერთმა დააყენა საერთოდ ადამიანი კაცის და კალის რამ გაყო, მაგრამ განსაკუთრებით ქალწულების აი ამ საოცარი ღვაწლით, ღვთისმშობლის სიწმინდით დააყენა ისევ გვირგვინად, თავის გვირგვინი მისცა, დაუბრუნა და გვირგვინი კნილების არის ადამიანი. ადამიანია კაცის და ადამიანი ქალის, ხომ? არ არის კაცება და ქალება, ხომ? ყველა ერთივად ქრისტეში. ასე რომ შენ მიერ განქარდა სიკვდილის მეუფება, შენ მიერ გავხდით ცოდვის მძლეველი, შენ მიერ დაინერგა ქალწულობა და შენ მიერ ვისწავლეთ თავდადება კეთილსაქმეში. შენ მიერ მოგვეცა სიბრძნე, თავმდაბლობა და სიყვარული და ყველა სხვა სათნოებაც. ძლეულნი ვიყავით და ედემიდან გამოძევებულნი ვიყავით, ხომ? როცა ადამი და ევა გამოიძევა, ედემიდან მთელი კაცობრიობა გამოიძევა მათი სახელი. შენ მიერ ანუ ღვთისმშობელო, ზეცას მიმართავს ღვთისმშობელს. ზეცაც მოგვეცა და ედემის დავიბრუნეთო ღვთისმშობლით. კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის უკვდავების ხე დავკარგეთ, მაგრამ შენ მიერ იმ ხეთა დამბადებელი შევიძინეთ. ხედავთ, აი რამ ხელა სიღრმე არის. დამბადებელი შევიძინეთ ყოველთა ღვთისმშობლით. რომ არა ღვთისმშობელი, ეს ყველაფერი ვერ აღსრულდებოდა. ამიტომ არის საოცარი ჭურჭელი. ურჩობით საღვთო სამოსლისგან გავშიშვლდით, შენ მიერ კი ღმერთი შევიმოსეთ, მას შეუერთით და ღვთისმშვილობა გვებოცა. აი რამდენი ნიჭი და მადლი მოგვეცა შენ მიერ ქალწულო ღვთისმშობელო. შენი ცხოვრებით და უფრო კი მეტი შენი მიცვალების შემდეგ მიძინების დღესასწაული გავიხსენოთ, ხო? ისიც საოცარი სასწაულებრივი იყო, უმტკივნეულოდ შვა ქრისტე და უმტკივნეულოდ მიიძინა, აბსოლუტურად მას ტკივილები არ განუცდია სიკვდილის აგონია. უმტკივნეულოდ მიიცვალა, ეს დიდი მისტერია, ძალიან დიდი საიდუმლოა ეს. შენი მიცვალების შემდეგ, რადგან ცხოვრების მომნიჭებელს შენ ძესთან ყოფი უფრო დიდებული ხარ, ხედავ რა მას შენგან შობელს, ყოვლადწმინდა სამებისაგან ერთ-ერთს, ანუ რომელიც შენს წიაღში დაიტია და შენს ყველა ვედრებას აღასრულებს, დაუტევნელი დაიტია ღვთისმშობელი. ჭეშმარიტად შენ ხარ სიცოცხლისა და გადარჩენის კარიბჭე, რომელიც მუდამ ღია შუა მავალთათვის წინასწარმეტყველი შენ იმ დახშულ ბჭეთ გიხსენიებს, რომელშიც არავინ განლო, ვის გარდა, გარდა ღვთისა. ხედავ, გარდა ღვთისა ის ქალწულად გიებს, გარდა ღვთისა დახშულ ბჭეში მისი საშოსი არავის არ გაუვლია. ეს არის საოცარი საიდუმლო, რომ იგი მარადის ქალწული, ეს დოგმატია. მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატია. იგი არის მარადის ქალწული. ეს ქალწულების საოცარი საიდუმლო არის ამაში ჩადებული. ღვთის გარდა, მაგრამ შენი ამ სოფლიდან მიცვალების შემდეგ ვედრებელთათვის ძის წინაშე შენი შუამდგომილო და ბრითი და შეწევნით შენი მადლისა და წყალობის კარიბჭე ყველასათვის გაღებულია. ხედავთ? ღვთისმშობლის ემბაზი, რომელიც ღვთისმშობელს განასახიერებს მის საშობში. ღვთისმშობლის სადაც ვიშვებით ჩვენ ნათლობის დროს, ღვთისმშობლის წიაღს განასახიერებს, წყლებს, აი როგორც წყალი ხო, მშობი ბავშვი, როცა ეს არის ბავშვი. ამიტომ ფეხბურთის მუცელში ეს წყლები ხო, ეს განასახიერებს დაუსაბამო წყლებს, ჯერ კიდევ რომლებიც იყო ქვეყნის დასაწყისში, გახსოვთ ხო, წყალი და მათზე იქცეოდა სულიწმინდა. ეს სულიწმინდა მოეფინება საოცრად ადამიანს ნათლობის დროს და ეს წინასახე არის მისი მერე სულიერი შობისა. და ყველასათვის გაღებულია ეს კარიბჭე. ღმერთმა გახსნა კარიბჭე სამოთხის, რადგან ყველა შეიწყნარებს და მათ ვედრებას აღასრულებს ღვთისმშობლის მეოხებით.
ჰოი ყოველთა სათუნებათა საუნჯეო, ჰოი ბუნებაზე აღმატებულ კეთილთა საქმეთა აღმასრულებელო. შემიძლია რომ სადაც ამეკითხე ესე მომეწინა, რომ მინდა უცებად, იმიტომ გითხრათ ეს თქვენ. ფაქტობრივად ლოცვა. მანანა გახსოვთ, ხო, მზეციდან რომ გარდამოვლი, ესეც ღვთისმშობელს მოასწავებს. შეიძლება ესეც ითქვას. მანანის პირთველო, ოქროს ჭურჭელო, ჭურჭელსაც მოასწავებს ღვთისმშობელი. იესესგან აღმოცენებულო კვერთხო, რომელზეც ესაი ამბობს, ნეტარია იესეს ფესვი, მისგან გამოვა კვერთხი და ყვავილი აღმოცენდება. ნათლის სასანთლეო, მეუფის ტახტო, ცხონების ტაბლაო, ნათლის ტაძარო, სიწმინდის კიდობანო, უკვდავების წყარო, პირმეტყველო სამოთხეო, ნათლის ღრუბელო და ნათლის ბრწყინვალე შეურყეველო სვეტო. რაღაც ჩამოთვა და რამდენი შედარებებია. თითოზე შეიძლება წიგნი დაიწეროს, თითო ფრაზას. საცხოვნებელი პურის ფეშხუმო, ხედავთ? ღვთის კარიბჭეო, კარიბჭეს არის ღვთისმშობელი. ასევე აღსავლის კარის ღვთისმშობლის საშუს მოასწავებს, საიდანაც გამოდის მაცხოვარ ეს წესი საოცარი, ყველაფერს თავისი იდუმალი მნიშვნელობაა. და ბევრი სხვადასხვა მნიშვნელობები აქვს, სხვადასხვა განმარტებები და ინტერპრეტაციები აქვს ყველაფერს. ერთი არა, რამდენიმე. ეს სამი როგორც აგერ აქვე და ისე 7, 9, 12, 40 და ამ შემდეგ. რაც უფრო იხსნება ადამიანის გონება და ადამიანის სიმბოლოების ჭრეტა საფთვისმსახურო ამ მისტიკაში, რომელიც გარეგნული აღსრულება არის შინაგანი მისტერიის ადამიანში უფრო მეტად იხსნება მისი მნიშვნელობები, სხვადასხვა, რა თქმა უნდა, მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში და მისი წმინდა მამების ინტერპრეტაციით და არა საკუთარი შეიძლება მასტური ან ერეტიკული დაუშვათ გადახრებითა და რაღაცა სხვა ანალოგიებით, რომლებიც შეიძლება თავისუფლად გადავიდეს ერეში, ოკულტიზმში, ეზოთერიზმში, გადავიდეს სხვადასხვა ტიპის ვთქვათ სინთეტიკურ მოძღვრებებში და ეკლექტურ მოძღვრებებში. ეს დიდი თემაა. ამიტომ მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის სიმბოლიკას გულისხმობ აქ. ღვთის კარიბჭეო, რომელშიც მხოლოდ მან განვლო და დახშულადვე დარჩა, ხედავთ? ანუ ქალწულად დარჩა, ქალწულად გიებს მუდამ. ყოვლადწმინდაო, თაო, მეორე ადამის ედემო. ესეც საოცარი შედა, მეორე ადამის, ახალი ადამის ედემია ღვთისმშობელი, ხედავთ? მაღალო და აღმატებულო, ცაო და საყდარო, მაყვალო, შეუწველო, სიწმინდის კიდობანო, უფლის განსასვენებელო, როგორც თქვა შენზე დავითმა, აღზრდე გუფალო განსასვენებელად შენდა. ვინ მოთვლის კიდევ როგორი მშვენიერი სახეები, ვთქვათ, შეგმოსეს წინასწარმეტყველებმა ღვთისმშობელო, ხო ამის მოსმენისას ვინ არ განცვიფრდება, შენი მოკლე და ჭეშმარიტი სახელი არის დედა ღვთისა. აი ამაში არის ყველაფერი ჩადებული. უბიცო ქალწული, მეტად კურთხეული ღვთისმშობელი და მარადქალწული მარიამი. აი ეს არის შენი ახალი ყველასათვის განცხადებული ჭეშმარიტი სახელი. იგაურად გამოთქმული შენი სახელები ამ ახალ სახელზე მიგვანიშნებენ, ახალი სახელი კი ძველ სახელებს ადასტურებს. შენ ხარ ჭეშმარიტად წიგნი სიცოცხლისა, რომელშიც გამოუთქმელი მამის სიტყვა ცხოველსყოფელი სულიწმინდის კალმით ჩაიწერა. შენ ხარ ჭეშმარიტად ახალი აღთმის ღვთივდაწერილი გრაგნილი საფრთხო აღთმის გამაცოცხლებელი, რომელიც ჩვენთვის დაიდო ღვთის მიერ. შენ ხარ შუამდგომელი მეოხი და თავდები ჩვენი გადარჩენისა და ცხოვრებისათვის და მორწმუნე ერზე მზრუნველი და მისი შემწე. მოგხედე, აქ უკვე ვედრებაა და ჩვენ ყველას გვეხება, თელ ერს და ჩვენც. ყველას, ხო, ნაწილს ვერისა. ინდივიდს, ოჯახს და ერს. მოგხედე, ანუ მისი იმედით ვარ, ღვთისმშობელისადმი ლოცვა უნდა იყოს მოუკლებლად და ვლოცულობდეთ ღვთისმშობლისა. თან ლოცვები მადლობა ღმერთზე ძალიან ბევრი არის ღვთისმშობლისა. ამიტომ ძალიან კარგად უნდა ვილოცოთ და რუდუნებით. ესეთი მონდომებით, ცოტა ჯობია და ხარისხით ვიგრე ბევრი და ესე გონება გაფანტულად, მაგრამ კარგია ბევრი და ხარისხიანი, ხო, ეს უკვე უმაღლესი დონეა. მოგხედე და შეიწყალე შენი სამწყსო, შენი მორწმუნე ერი, ჩვენც მათ შორის, რომელიც შენმა ძემ თავისი პატიოსანი სისხლით გამოისხიდა. შენ შეავედრე ეს ერი და ჩვენ ყველანი შენ სამკვიდრებელად დააწესე. ყოველ დღე სხალობ მას და ზრდი, რათა სულიერად გამტკიცდეს და გაძლიერდეს მთლიანად და თითოეული ცალ-ცალკე და ერთი ყავდეთ მთავრად, ძე შენი იესო ქრისტე. შეითქმე და შეივედრე ეს შენი ერი. თან ახლა ეს კალენდარულ ახალ წელს შობის წინ ეს კარგი ვედრებაა. და სამკვიდრებელი, ყოვლადწმინდაო, დედოფალო, ღვთისმშობელო, დაიცავი და დაგვიცავი ჩვენ. დაიცავი იგი შენი
მადლისა და მეოხების საფარველით განსდევნე მათგან ჩვენგან სულთა მკვლელი უხილავი მხეცები და დაიცავი ხილულ მტერთა და განსასწრელთაგან. ჩვენი მრავალი ცოდვისა და ურძულოების გამო სიტყვა არ გვეთქმის ტანჯვის ღირსნიც ვართ. მაგრამ ნუ მოიხსენებ ჩვენს ურძულოებას და შენი წყალობის ღირსი ვყავ. რადგან მეტად დაუძლურდით. ჩვენი ცოდვების გამო ყველაფერი ეს ხდება, არავის ბრალი არა, ესა ჩვენი ბრალი და სხვაც არ უნდა გადავაყოთ. რა თქმა უნდა, ხა ბოროტი გებრძვის და რაღაც, მაგრამ შენ აძლევ იმასაც ძალადობის უფლება არ აქვს. შენ აძლევ იმასაც უფლებას, ასე ვთქვათ. შენ ძის წინაშე შენი მეოხებით გვიხსენი ჩვენი ცოდვებისაგან. ამ სოფელში მყოფთ, შეგვეციე და დაგვიცავი ეშმაკთა საფრთხისა და მახისაგან. ხილული თუ ხილავი განსასწრელისაგან, რაც გვაქვს უამრავი ამ ოსაჩოთა სიმცის ხალხს. განსასწრელები გვაქვს ნაირ-ნაირი, რანაირი გინდა ხო? ხილული თუ ხილავი. ისეთი სპექტრია რომ საოცარი. აღარ ჩამოვთვლი ახლა მე. უნიკალური სპექტრი გვაქვს ამის. ამიტომ გვიხსენი ჩვენი ცოდვებისაგან. ამ სოფელში მყოფი შეგვეციე და დაგვიცავი ეშმაკთა საფრთხისა და მახისაგან. ხილული თუ ხილავის განსასწრელთაგან და ჩვენი ცოდვებისაგან გვიხსენი. შენ გვიწინა მძღვრე ყოველწლიურად შობელს მიმართავს წმინდა მამა. საუკუნო ზეციური განსასვენებისაკენ შენ გვიწინა მძღვრე, სადაც შენი ძის ქრისტეს ნათელია მოფენილი, რათა შენი მადიდებელი ერი ჩვენს მის წინაშე სუფევდეს და შენი სახელით იხარებდეს. ნეტარ ხარ შენ დედათა შორის და ყველაერსა და ნათესავს შორის. კურთხეულ ხარ შენ ცათაშინა და დიდებულ ქვეყანასაც ზედ, რადგან ყველა გადიდებს და სიცოცხლის დედად გაღიარებს. შენი დიდებით სავსეა ყველა დაბადებული და ყველა შენით ადიდებს სამებას, მამასა და ზესა და წინას სულსა, სამებას ერთარსებას და განუყოფას. და მისი მალე წყალდობა ღვთისა და მთელი ზეცისა შეგეწიოთ თქვენ და თქვენ ოჯახებს და ყველა ჩვენთაგანს. ამინ. როცა ყველას. ამინ.